მოგესალმებით მაკა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის თავისუფლებას ინდის პატიმრებს და დიდება ისრაელს. ეხლა ამ რთულ ვითარებაში, რომელშიც ის არის იბრძვის თავისუფალი სამყაროსთვის ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლას. რა კითხვების თქვენ ეხლა მე დამისვით და რა მოვლენათა ევთორბლიობაც აღმიწერეთ, ეს არის ის უდიდესი საფრთხე, რომლის შესახებაც ვლაპარაკობდით დიდი ხანია და ის უბედურება, რომელზეც ვლაპარაკობთ ეხლა და რომელშიც ეს ქვეყანა არის. ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის გაქრობა და საქართველოს რუსეთიფიკაციის ჩვეულებრივი გამოვლინებები და ამის ნიშნები. სამწუხაროა, ძალიან სამწუხაროა და ძნელი საყურებელია თუ რა მასშტაბის ბანალიზება ხდება ამ ქვეყანაში და ამ საზოგადოებაში რუსეთუმეობის ტრის წინაშე ქედის მოხრის და რამხელა რამეს კარგავს საქართველოს სახელმწიფო. საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკის მთავარი წახნაგი ის რაც ჩვენ გვეწერა კონსტიტუციაში 78 მუხლში. ის რისთვისაც ქართული სახელმწიფო იღვწოდა ძალიან ბევრი წელია. ამის დასამარება ხდება ფაქტობრივად საათობრივ და წუთობრივ რეჟიმში. გულისხმობ საქართველოს ევროპულ არჩევანს. საქართველოს ევროპული არჩევანი, რომელიც არასდროს არ ყოფილა რომელიმე პოლიტიკოსის ან რომელიმე პოლიტიკური ძალის ახირება, რომელიც იყო საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ერთობლივი სურვილი. დაღლილის, დაქანცულის, გაწყვეტილის, გაღატაკებულის, გაღარიბებულის, გაუბედურებულის, მაგრამ მაინც ერთი მთავარი არ დაუკარგავს თავის მიზნებში ქართულ კაცს. ეს არის ქართული სახელმწიფოს დაბრუნება ცივილიზაციურად მის ოჯახში, ევროკავშირში, პოლიტიკურად იქ, სადაც ჩვენი სახელმწიფოსთვის უსაფრთხოების გარანტიები იქნებოდა და ადამიანური თვალსაზრისით სვლა იმ კეთილდღეობისკენ, რასაც ევროპული კეთილდღეობა ქვია და მხოლოდ ბოდიშს ვიხდი და გონებრივად ჩამორჩენილ ადამიანს და ადამიანს, რომელსაც არაფერი არ გაიგება ამ ცხოვრების, შეუძლია თქვას, რომ ევროპაში არ არის ის ადგილი, სადაც კეთილდღეობა შეიძლება ამ ქვეყნის მოქალაქეებმა მოიპოვონ. აი ამის წინააღმდეგ სვლა არის. ბანალიზება რუსეთუმეობის და იმ სიბინძურის, რასაც ხელისუფლების რუსეთთან თანამშრომლობა ქვია, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს აუქმებენ ხალხო. დიდი ხანია უმოქმედოა ეს საბჭო, მაგრამ აქ ხო სიმბოლოებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რა ვიცი, ყველაფერი ეს ხო სიმბოლოა სინამდვილეში, როგორც ანწუხელიძე პიარისთვის შეწირული ადამიანი ყოფილა, თურმე იმ ღვარდლის კოლექტორის არ იყოს, თეა წულუკიანი რო ქვია. ეხა უშიშროების საბჭო თურმე არ ჭირდება ქვეყანას, ქალბატონო მაკა, რომელიც ღია კონფლიქტში არის თავის მტერთან. საქართველოს ტერიტორიაზე არის განთავსებული სამხედრო ბაზები, ჩვენი მტრის, განლაგებულია სამხედრო კონტინგენტი ჩვენი მტრის, ჩვენს ტერიტორიაზე და ამ ქვეყანას თურმე არ ჭირდება უშიშროების და უსაფრთხოების საბჭო. თურმე ეს ზედმეტია და თურმე კობახიძეს და მთავრობა შეუძლია რუსების ინტერესია ქალბატონო. თქვენ ამბობთ, რომ რუსებმა მოითხოვეს და უპირობო თანხმობა მიიღეს ოცნებისგან, ამას მე ვერ გეტყვით მოითხოვეს თუ არა, მაგრამ ან რუსეთის საამებლად არის, ან იმ რუსების დავალების შესასრულებლად, რომლებიც დავალებას აძლევენ კობახიძეს, ივანიშვილს და სხვებს. ამ სახელმწიფოში ნამდვილი deep state დღეს არის რუსული FSB. საქართველოს მოქმედ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებაში ყველა ეშელონსა და შტოში ჩაბუდებული რუსული სპეცსამსახურები, რომლებიც საზღვრავენ დღეს კობახიძესთან და მოღალატეებთან ერთად ამ ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკას. ეს არის რეალობა. ამისგან თვალის არიდება არ შეიძლება. დავალება ეს პირდაპირ თუ მათ საამებლად არის გაკეთებული, რუსების სასარგებლოდ არის გაკეთებული და ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ არის. საქართველოს თავდაცვის უნარიანობის წინააღმდეგ არის. საქართველოს შეიარაღებული ძალების შეურაცხყოფისთვის არის. საქართველოში კოორდინაციის წინააღმდეგ არის უსაფრთხოების და უშიშროების საკითხებში. აი ამის წინააღმდეგ არის და ეს ყველაფერი აწყობს ჩვენს ერთადერთ და უცილობელ მტერს, ეს არის რუსეთის ფედერაცია. აი ეს არის მარტივი ახსნა ამ ყველაფრის და აქეთკენ მივდივართ. როსნეფტის თუ რა ქვია იმას, რა ქვია, რაოესის და იმების ხალხი აქ ჩამოდის, ჩვეულებრივად მოლაპარაკებებს მართავს, ეკონომიკურად, პოლიტიკურად ხდება ამ ქვეყნის ანექსია და სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოების მდუმარე უმრავლესობა ამას უყურებს თითქოს რაღაცა ჩვეულებრივ პოლიტიკურ მოვლენას.
ამიტომ არ შეიძლება ეს არის უბედურება, რომელშიც ეს ქვეყანა ცხოვრობს და ჩვენ ამას ვებძვით. ხაზარაძე აგერ მეორედ დაიბარეს. აქ რაღაცა ბოდიშვიხტი და მართლა გაურკვეველი პანიკა და ის აბსოლუტურად მიუღებელი ამბავი ხდება სოციალურ ქსელებში და არ ვიცი, საჯარო სივრცეში ჩემ პარტიასთან და ჩვენთან დაკავშირებით. რაღაცა სიბინძურეების ლაპარაკი პირდაპირ ვიტყვი და რამოდენიმე დღეა ვცდილობდა თავს ვიკავებ და არავის არაფერს არ ვეუბნები და არ ვიყენებ იგივე ეპიტეტებს და არ ვეშვები იგივე მორევში ბინძური შეფასებების, რაც ბევრმა თავის თავისუფლება მიცა და რითიც არიან დაკავებულები და ვიმეორებ ერთი და იგივე, ეს რომ შეგრცხვებათ ამ ნათქვამის, უნდა გწხვენოდეთ ამისი. და აგერ მამუკა ხაზარაძე ახლა მეორედ დაიბარეს. ერთი არ ეყოთ, მეორედ დაიბარეს. მე მგონი მიზანი ნათელია, ხო? რა უნდათ მამუკა ხაზარაძისგან და რა უნდათ უნდათ ჩვენი ლიკვიდაცია. უნდათ ამ პარტიის გაჩერება, გაჩუმება, ლიკვიდაცია. თომას სწორედ წულუკიანის კომისიაზე. კი ბატონო, და ეხლა მეორედ იბარებს წულუკიანი. გამო დღეს 17 ივნისია, 3 დღით ადრე რისი ჩვენება უნდა წულუკიანს თუ ქართულ ოცნებას ხაზარაძის ხელმეორედ დაბარების, რომ ის დაუმორჩილებელია და რომ მოსამართლე მის ციხეში უნდა გაუშვას. ეს არის მიზანი. ხაზგასმით პოლიტიკური დევნაა. ხო, მიზანი არის მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური განეიტრალება. ამას რა თუნდა ეხა ბევრი ლაპარაკი და ახსნა. ბოდიშვიხტი ყველა იმ ადამიანთან, რომელიც ეხა დაკავებული არის რაღაცა ტალახის გაუთავებელი სროლით. აი იმ ადამიანებთან ბოდიშვიხტი, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მოქმედი ხელმძღვანელები ვინც იყვნენ, ვინც რეალურად იყო იმ პროცესში ჩართული, მაშინ რასაც ერქვა გადაცდომები 9 წლიანი მმართველობის დროს იმ ხელისუფლების. არც ერთი ადამიანი გამოკითხული, დაბარებული არ არის ამ კომისიაზე. მამუკა ხაზარაძეს ახლა მეორედ იბარებენ. და შეიძლება ციხეში ჩასვან ამის ყველაფერს და მიზანი ეს არის. ამ პარტიის აკრძალვა მიზანი. და ეხა აი ეს გაუთავებელი ერთმანეთისგან გადაძახილი იმის მაგერად რომ ერთმანეთს გვერდში დაუდგეთ, გავაძლიეროთ, ვაჩვენოთ ჩვენ ამომრჩეველს, ვაჩვენოთ მათ შორის მდუმარე უმრავლესობას ამ ქვეყნის, რომ ჩვენა გძალა ვართ, ერთად ვდგევართ, ერთმანეთის გატანა შეგვიძლია და ამ ქვეყნის ინტერესების დაცვა შეგვიძლია, ამ ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა შეგვიძლია. ამის მაგერად რას ვაკეთებთ? აგერ უკვე 2 და 3 კვირა არის. ქართული ოცნების ხსენება აღარა აქვთ. არაფერზე აღარ უტევენ მთელი პოლიტიკური ისა რა ქვია ველი ჩვენი კოლეგების და პარტნიორების ასევე ეძახიან ამ ხალხს მომართულია იმაზე რომ ჩვენ გლანძღოს. კი, მაგას გულისხმობ, მაგრამ ყოლად გაუგებარი ამ ვითარებაში. კი ბატონო, მაგასაც ვაკავშირებ. კი ბატონო, აუცილებლად ვისაუბროთ თვითმმართველობის არჩევნების ნაწილზეც, თუმცა მოდით რადგან თავად გადახვედით ხაზარაძის დაბარებაზე, მივყვეთ ლოგიკურად თუ შეიძლება ამ ყველაფერში ლოგიკა ვიპოვოთ. 3 დღეში მამუკა ხაზარაძის სასამართლო პროცესი ისედაც არის ჩანიშნული. ხაზარაძე გირაოს ქვეშ იმყოფება და მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მას ციხეში გაუშვებს თუ ჯარიმით დამთავრდება მთელი ეს პროცესი. 3 დღით ადრე მოდის ახალი შეტყობინება წულუკიანის კომისიისგან. აი ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ რისთვის, ვისზეა გათვლილი და რაზეა გათვლილი ეს დაბარება? ეს არის ჩვეულებრივი ვიშინსკი იყო ასეთი კაცი სტალინური რეჟიმის პროკურორი და მოსკოვის საქმეები იყო ძალიან ცნობილი, გახმაურებული. აი ვიშინსკის სტილში ხდება პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა თითიდან გამოწოვილი, მოგონილი საკითხებით ერთადერთი მიზნით, რომ მოხდეს პოლიტიკური განეიტრალება დღევანდელ საქართველოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურების. ჯერ ერთი სარჩული იყო ნაციონალური მოძრაობის დროინდელი პერიოდი და ეხლა მეორე სარჩული მოიგონეს საქართველოს საგარეო კურსის თვის ხელის შეშლა. ხალხო ამას ამბობენ ადამიანები, რომლებმაც 28 ნოემბერს საქართველოს კონსტიტუციურად დადასტურებულ საგარეო კურსზე თქვეს უარი და თქვეს, რომ ჩვენ სანამ ხელისუფლებაში აგვირჩიეთ ეხა 4 წლითო, ვის აურჩევია, მაგრამ აი ამას ამბობდნენ, ვინ აირჩია, ხო? მაგრამ ამას ამბობენ 4 წელი რაც ჩვენ ხელისუფლებაში ვიქნებით, ევროპასთან მოლაპარაკებებზე არ დავჯდებით და ამ კურსს არ აღვასრულებთ, რაც კონსტიტუციაში ჩაწერეთო. და ეს ხალხი, ეს ხალხი სამშობლოს მოღალატეები იბარებენ მამუკა
მამუკა ხაზარაძეს ვითომ საქართველოს საგარეო კურსხელი შეუშვალა და ეს ხო სიგიჟე, ეს ხო ტყუილა. უკვე არავის რეაქცია არ აქვს. ხოცების მხარესაც კი არავინ არ აღიქვავს ამას რაღაცა რეალურ ამბავად. გაუარესებული ურთიერთობები დასავლეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან პოლიტიკურ ლიდერებს, ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერებს ბრალდებათ და ეს ბრალდება წულუკიანს ხაზარაძისადმი. ანუ ყველა შეხვედრა, რომელიც თქვენ გამართეთ ამა თუ იმ ქვეყანაში, შეერთებულ შტატებში თუ ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებთან თუ ევროპარლამენტარებთან, ხაზარაძის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენონ იმისთვის, რომ ახალი ბრალი წაუყენო? მამუკა ხაზარაძე, ქავთო მაკა, მამუკა ხაზარაძე და ჩვენი უმრავლესობა, ვინც პოლიტიკაში გადავწყვიტეთ პოლიტიკაში მონაწილეობა 2019 წლის ბოლოს, ჩვენ ამ პოლიტიკურ პროცესში შემოვედით იმიტომ, მამუკაც, მეც, საბაც, ირაკლიც, ანაც, სალომეც, ყველა ვინც მაშინ შემოვედით ბოდიში, ისე რომ ტყუილი არ გამოვიდეს სალომე მანამდე პოლიტიკაში იყო. ჩვენ ყველანი შემოვედით ამ პოლიტიკურ პროცესში, იმიტომ რომ მოხდა გავრილოვის ღამე და რეალური საფრთხე ვიგრძენით, რომ ამ ქვეყნის დასავლურ კურსს, ამ ქვეყნის ისტორიულ არჩევანს რეალური საფრთხე გაუჩნდა და პირველი კბილები რუსულმა დათვმა მაშინ გამოაჩინა ამ ქვეყანაში და იმის მერე აი ამ უბედურებაში მოვედით 6 თვის თავზე, რომ ვიშინსკი ტყუილა არ მიხსენებია, ეს იყო აბსურდული პროცესები, როდესაც სტალინი დაერია მთელ ნომენკლატურას, ეს ხო აბსურდული პროცესი, აბსურდულ რაღაცებს აბრალებდა ხალხი. აი აბსურდი დაბარეთ, არახი ესროლე და ეხა მოდი პოლიტიკური დევნა იქნება. ამ რეჟიმში ვართ, ამ ვითარებაში ვართ და ესე მარტო მამუკა კი არ არის, ზურა ჯაფარიძე ციხეშიზის, ნიკა გვარამია და ნიკა მელია ციხეშიზიან. ანუ ეს არის ერთი დიდი პროცესუალური ჯაჭვი. ოღონდ აი ამ ფრაზას რო ვიძახი ხოლმე, მე ვიღაცა გამოენთება ან Facebook-ზე ვიღაცა ჭკვიანი რო გონია რომ მაგრა არის თავის არგუმენტებში და ეთქვის რომ ამ ვითარებაში არ გინდათ ეხა რაღაცა იმაში შესვლა თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა რამე თვითმიზანი გონია? აი აქ ჭკუა სუსტობის ნატივი გამოხატულება არის ხალხის ვისაც ეს გონია. კი, დაბარებიდან გადავდივარ ხოლმე. ხო, არა, იმას კი არა, უბრალოდ მე მინდა რომ გესმოდეს, გესმოდეს. აუცილებლად გადავალთ მაგ თემაზე. დაბარება არის პოლიტიკური დევნა. მამუკა ხაზარაძე კომისიაზე მისვლას არც ამჯერად არ აპირებს. 3 დღეში პირველი გადაწყვეტილებაა. როგორც თქვენგან მომისმენია, მოლოდინი არის, რომ მას ციხეში გაუშვებენ. ანუ გამოდის, რომ ხაზარაძეს 1 წლით ციხეში გაუშვებენ პირველი არ მისვლის გამო და მეორე სხვა სისხლის სამართლებრივი დევნა და საქმე დაიწყება და კიდევ 1 წელზე იქნება საუბარი? ანუ ორ საქმეზე გადაწყვეტილი აქვს, რომ ეგრე გამოდის ქავთო მაკა ორი ცალკე მე სამართლებრივ დეტალები ნამდვილად არ ვიცი და ჩვენი კოლეგები ვინც ამ სფეროში უფრო გარკვეულები არიან დეტალურად გვეთქვიან, მაგრამ პოლიტიკურ შინაარსს ვიტყვი რა ამ ყველაფრის სამართლებრივი პროცესი ხო ეგრე იქნება, მეორე საქმე იქნება, მე ალბათ რაღაცა მესამე ეს კომისია ხო პროფანაცია არის, დაასამარეს ქართული პარლამენტარიზმი ამ კომისიის გარყვნილებით და არასწორად ფორმირებით და არასწორად საქმეს წარმოებით, აი მთლიანად მოსპეს ქართული პარლამენტარიზმი და წერტილი დაუსვეს ერთი კაცი ინტერესების გამო და ეხა კაცი რომელიც ანაკლის სპორტს აშენებდა ხალხო სანამ პოლიტიკაში წამოვიდო და ბოლო საქმე მამუკა ხაზარაძე დასაკეთებდა ანაკლის სპორტს აშენებდა კარიბჭეს ხსნიდა შუადერეფნის ევროპისკენ და საქართველოს ნამდვილ ფუნქციას აძლევდა იმ ფუნქციას რომლითაც საქართველო არა რაღაც განაპირა პროვინცია არამედ ნამდვილი საერთაშორისო კოჰორტის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა უნდა ყოფილიყო ეს კაცი ამას აკეთებდა ყველაფერი გააკეთეს რომ ეს არ მომხდარიყო და იმის მე ეხა 5 წლის თავზე პოლიტიკაში, როდესაც ყველა ჩვენი გადადგმული ნაბიჯი მიმართული იყო იმისკენ, კონსტრუქციულად რაღაც ეტაპებზე შარლ მიშელის მოლაპარაკებებში ჩართულობით, მაშინაც ბევრი კრიტიკის გაძლებით, ყველა ჩვენი ნაბიჯი იყო მიმართული იქითკენ, რომ საქართველოს არ დაეკარგა ეს კურსი, საქართველოს არ გადაეხვია ამ რელსებიდან, საქართველო დარჩენილიყო ევროპელების თვალში როგორც პარტნიორი, ყველაფერი გავაკეთეთ ამისთვის, ისინი ყველაფერს აკეთებენ ამის საწინააღმდეგოდ და ცინიზმი მთელი ამ ამბის ვიშინსკისეული არის ის რომ ხაზარაძე უნდა დაიბანო თურმე ეხა იმას თქვა საგარეო კურსის ცვლილებაზე და ციხეში უნდა იჯდნენ ზურა ჯაფარიძე, ნიკა გვარამია და სხვები. აი ამ რეალობაში ვარ და ამ რეალობაში ბრძოლა არ უნდა გაჩერდეს. ბრძოლა პირიქით უნდა გაიშალოს, გაფართოვდეს, განვითარდეს. თორე სხვანაირად ხო ემოციურადაც წავიქცევით და არაფერი აღარ დაგვრჩება, ხალხო. ბრძოლა ერთადერთი გზაა ეხა და ბრძოლის დივერსიფიკაცია პრობლემა. როდესაც გახდა ერთ იმ კაცმა ვიხრას ვინც ამის წინააღმდეგ დგას.
ბრძოლის გზებზე გადავიდეთ და დავიწყოთ საუბარი, რომელიც თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ. კი ბატონო. მათ შორის პოლიტიკურ პარტიებში, რომელსაც ერთი საერთო პრობლემა გაქვთ, საერთო მიზანი გაქვთ და მთელი ამ ხნის განმავლობაში, მათ შორის, სადაც პოლიტიკური მიზნე, საგარეო პოლიტიკურ ნაწილზე, როდესაც ვსაუბრობთ, ერთიანები ხართ ხოლმე ვიზიტების დროსაც, უმეტეს შემთხვევაში. დავიწყოთ ამაზე საუბარი, რაც თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ. კითხვა, რომელიც თქვენ თავად დასვით, არ ვიცი, სოციალური მომხმარებლის სტატუსიდან იყო ეს თუ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებიდან და რომელიც ეხებოდა ამ სიტუაციაში რა დროს თვითმმართველობის არჩევნებია. ასე დასვით თქვენ კითხვა. მოდით ასევე შემოვაბრუნოთ ამ სიტუაციაში, თუ კი ერთი ან ორი წლით თქვენი პარტიის ლიდერი, სხვა პარტიების ლიდერები და კიდევ ათობით მოქალაქე ციხეშია, რა დროს არჩევნებია, იმიტომ რომ ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ არ დათმობს არაფერს. ბიძინა ივანიშვილი არც თვითმმართველობის არჩევნებში. მე მგონი ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფერს არ თმობს ამ პროცესში, როგორც საერთაშორისო თვალსაზრისით, ისე შიდა პოლიტიკაში ეს ძალიან კარგად ჩანს უკვე და ეს აი ნათელია ცალსახაა და მაგიდაზე დევს. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ბრძოლა უნდა გაჩერდეს, ბრძოლა უნდა დივერსიფიცირდეს. 200 დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პროტესტის, ჩვენი საერთაშორისო წნეხის მოპოვების, ჩვენი საზოგადოების გამოღვიძების, მაგრამ დღეს მგონია რომ მოვიდა მომენტი, რომ ამ ბრძოლაში შემოვიტანოთ სხვა წახნაგები. არაფერი ცუდი ამაში არ არის, მეგობრებო. არ შეიძლება რომ გაუთავებლად, როდესაც შეიძლება თუნდაც არ გვეთანხმებოდა რაღაცა ძიებაში გზისა, არ შეიძლება რომ ამის გამო თავს ლაფი ასხა იმ ადამიანებს, რომლებიც შენ პარტნიორს გეძახიან და რომელიც ხვდები და ხედავ, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავარი დაკვეთა ამ საზოგადოების ერთიანობის შენარჩუნება და ამ ერთიანობით ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა. პოლიტპატიმრების განთავისუფლება, საქართველოს შემოbrunება ევროატლანტიკურ რელსებზე ამ გზისთვის, ამ ერთობის შენარჩუნებისთვის ძიების რეჟიმში არის. მე გავიგებ, ყველაფერი მესმის, ვიღაცების ემოციური გადაღლაც მესმის, ვიღაცების რაღაცა აღელვებაც მესმის, არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ და არ მინდა რომ მივაყენო, მაგრამ ხო, ეხა ფაქტია, რომ რაღაცა გაუთავებელ, დაუმსახურებელ, უაზრო, უშნო ნიაღვარს ხედავთ ამ შეურაცხყოფების თქვენ კითხვაზე მარტივი პასუხი პოლიტიკაზე რომ ვისაუბროთ, პრაგმატული პოლიტიკის ნაწილია, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და ბრძოლა უნდა დივერსიფიცირდეს. თავარი კითხვა მე როგორც აღვიქვამ ხოლმე გარდა ამ ემოციური დამონაკებისა, რომელიც ისმის, მოდით ეს გვერდით გადავდოთ, რა არის პრაგმატული შედეგი? ამ სლოში თუ იმ სლოში, როდესაც პოლიტიკას ეხება, შედეგი უნდა იყოს. პრაგმატული შედეგის. რა თქმა უნდა, პოლიტიკა არის შედეგის საქმე და პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკური აქტორების საქმე არის, რომ პოლიტიკური გამოსავლის და პოლიტიკური მეთოდებისა და ხერხების ძიებაში იყოს. ეს არის ჩვენი საქმე. სხვანაირი ხერხების ძიება, სხვა ტიპის მეთოდების მოძიება, სხვა ტიპის ჯგუფების საქმე არის და ჩვენ ძალიან დივერსიფიცირებულები ვართ ამ დიდ პროტესტში და ყველა თავის საქმეს უნდა აკეთებდეს და მე კეთს ვიხრი კიდევ ერთხელ ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელიც 200 დღეა სამოქალაქო აქტივისტების და თუ არასამთავრობო სექტორს ვინც ამ პროტესტს ამაგრებს და ჩემი კოლეგების და მათ შორის ჩემი მე შეიძლება 200 დღე არ ყოფილვარ, მაგრამ ვერავინ ვერ იტყვის რომ ამის ნახევარი მაინც არ ყოფილვარ რუსთაველზე. ეს ერთი კარგი საქმეა, მაგრამ პოლიტიკურ აქტორებს პასუხისმგებლობა გვაქვს რომ პოლიტიკური გამოსავალიც ვიპოვოთ ამ ყველაფრიდან. პრაგმატული შედეგი ჩემი აზრით რა არის, ქალბატონო მაკა, აი ამას გეუბნებით ჩემი თაზუა დათუნაშვილის მოსაზრებას ერთი ადამიანის. მე მინდა რომ საქართველოს მდუმარე უმრავლესობამ, რომელიც სტატუს კვოს მდგომარეობაში ეხა დიდ ცვლილებების თანამონაწილე არ არის და დიდი ცვლილებები ერთადერთი გადარჩენის გზაა რომ საქართველოს დაუბრუნდეს ევროპულ რელსებს, თანამონაწილე არ არის, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ერთგვარი კანონზომიერება საზოგადოების რომ ხო ურჩევნია რომ დიდი ცვლილების შეიძლება შიში აქვს, სხვადასხვა მიზეზით ჩუმად არის, რაღაცა ზეწოლის, შემოსავლის დაკარგვის, სტატუს კვოს მორღვევის ეშინია და ამიტომ არ არის ჩართული ამ პროცესში. მე მგონია რომ ის გზა, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, მაგალითად ამ თვითმმართველობის არჩევნების გამოყენება იმისათვის, რომ სამოქალაქო სექტორმა, პოლიტიკურმა ძალებმა ერთად ვიბრძოლოთ, რაღაცა კამპანია ვაწარმოოთ ამ პროცესში, რომელიც არის ერთიანობის კამპანია, თუნდაც თბილისის მასშტაბით, დედაქალაქის მასშტაბით, ერთის მხრივ ჩემი აზრით შეიძლება შედეგის მომტანი იყოს იმისათვის, რომ აი ეს მდუმარე უმრავლესობის რაღაცა ნაწილიც გამოვაღვიძოთ და გავააქტიუროთ და რაიმე ფორმით, ქუჩაში დგომით თუ სხვა ფორმით ჩავთოთ პროცესში, ბოდიში დავამთავრებ და გადავალ. დავამთავრებ თუ შეიძლება და გეტყვით.
ერთი ეს არის და მეორე არის აბსოლუტურად რეალური შესაძლებლობა ჩემი აზრით იმ შემთხვევაში თუ სრულფასოვანი კონსოლიდაცია, მაგრამ როგორც ვხედავ ეხა ამაზეც რეაგირება ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მხრიდან არც ისე მისაღები არა საერთო კანდიდატს, საერთო ბრძოლას, საზოგადოებრივ კანდიდატებს, საზოგადოებრივ სიას ამას გულისხმობ. ეს შეიძლება გარდა იმისა, რომ ჩემი აზრით არის მნიშვნელოვანი მეტ ადამიანთან ჩვენი მთავარი მესიჯების მისატანად და მთავარი გზავნილების მისატანად და მთავარ პოლიტიკურ პროცესში ჩასართავად აი მდუმარე უმრავლესობის რაღაცა ნაწილის, ამის პარალელურად არის შანსი, რომ დედაქალაქში ისე როგორც ეს მომხდარა სხვა ბევრ ჰიბრიდულ რეჟიმებში, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში, ამ ქვეყნებში დედაქალაქში რეალურად შეიძლებოდეს ძალაუფლების მოპოვება. არ ვიძახი რომ ეს აბსოლუტურად გარანტირებულია, არ ვიძახი რომ ეს აბსოლუტური გზაა, მაგრამ ამის შესაძლებლობაც არის მიუხედავად ძალიან მძიმე არჩევნებისა, არ შევალ რაღაცა იმაში, რა ქვია, ექსპერტულ დასკვნებში გისმენთ. ხა ეს მინდოდა მეთქვა ბოლომდე ბუდიში. არა, პირიქით, მე მაპატიათ რომ გაგაწყვეტინეთ. გაითიშა უკაცრავად, აი შევეცდები რომ გადმოვეკო, იმიტომ რომ გაითიშა. გადავურეკოთ თაზო დათუნაშვილს, საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილზე შევჩერდით, პრაგმატული ნაწილი აგვიხსნა დათუნაშვილმა, რა პრაგმატული შედეგი შეიძლება მოჰყვეს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის ამბავს, მათ შორის ინიციატივა ლელოსი კოალიციის არის საერთო კანდიდატზე შეჯერება და პოლიტიკური ძალების მხრიდან ამ საერთო კანდიდატის მაქსიმალური დახმარება იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური ძალის გამარჯვება მოხდეს, როგორც ვიცი და თაზო დათუნაშვილი უკვე არის ხაზზე. აი ბოლო კითხვა და გაცდით ბოლომდე ბატონ თაზო. მოვლენათა განვითარებას აქვს ორი სცენარი. ერთი, რომ როგორც თქვენ ამბობთ, კარგ შემთხვევაში საერთო ძალებით იგებს ოპოზიციური ფლანგი და ამ ძალაუფლებას გლეჭს თუ როგორც ქვია ქართულ ოცნებას ხელიდან და მეორე სცენარი, რომ ძალაუფლება კვლავ ძალაუფლება რჩება ქართული ოცნების ხელში. პრაგმატულობას როცა ვლაპარაკობთ, ეს სცენარების შემთხვევაში, ორივე სცენარის შემთხვევაში, თუ გაქვთ მოქმედების გეგმა მოფიქრებული? ანუ მეორე სცენარს გულისხმობ. დეტალიზებული მოქმედების გავიგე, ყველაფერი მესმის. არა, ჩვენ გვაქვს შემოთავაზება აი ასეთი პოლიტიკური ბრძოლის დამატებითი სივრცის გაჩენის. იმ შემთხვევაში თუ ვამბობთ, რომ თუ ჩართულობა საერთო და შეთანხმება შედგა და ჩვენ მოვახერხეთ კონსენსუსს, ამას აქვს ერთის მხრივ წარმატების შანსიც და მეორეს მხრივ ამას აქვს მეტი ადამიანის ჩვენ საერთო პროტესტში ჩართვის ასევე ფუნქცია. ამის მიღმა ეხლა რა ვიცი, ყველანაირ სცენარზე შეგვიძლია ვიფიქროთ, ყველანაირ სცენარზე რაღაცებზე ნაფიქრი გვაქვს, რაღაცებზე მუშაობთ, მაგრამ მე მგონია რომ ჩვენ რაღაც კონკრეტულ შემოთავაზებას ვაკეთებთ ქალბატონო მაკა. მეორე მხარეს იქ მეორე აზრში არ მინდა რომ რაღაცა ადამიანებთან ჯგუფებად გავყო. მეორე აზრში ერთადერთი რაღაცა რაც შეიძლება გავდეს მეტნაკლებად რაიმე ფორმის გეგმას, არის რა ვიცი ხაბეიშვილის გაჟღერებული არა, მე გულისხმობ, აი რომ წააგოს კიდევ რომ წართვას კიდევ არჩევნები. აი კიდევ რომ წართვას ოცნებამ არჩევნები ოპოზიციას. არსებობს კიდევ გავაგრძელებთ ბრძოლას ისევე როგორც აქამდე გვიბრძოლია ქალბატონო მაკა. დიდი შანსია ამისი, ალბათობა დიდია რომ მთლიანად გააყალბოს ეს პროცესი. კი, ამის ალბათობა არის მთლიანად გააყალბოს. ამიტომ ჩვენ ამ პროცესს როგორც ჩვეულებრივ არჩევნებს არ უყურებთ. აი მეტი არ ვიცი როგორ მეტი გამარტივებას ვცდილობ და მაქსიმალურად გავამართლებ. ჩვენ ხო ამას არ უყურებთ როგორც არჩევნებს, სადაც საკრებულოებში შევიყვანთ ხალხს და მე ეს ხალხი მოახერხებს სამწუხაროდ აღარა ვართ მაგ რეალობაში ეს ქვეყანა, რომ მე იქ იბრძოლებენ რაღაცა ჩვენი თანამოქალაქეების მუნიციპალურ პრობლემებზე. არა ვართ ამ რეალობაში. ეს არ არის ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანი არის ბრძოლის დივერსიფიცირება. ამაზე ვლაპარაკობთ. ეს არის მთავარი ამოცანა. გასაგებია. მადლობა, უსმენდით თაზო დათუნაშვილი. მადლობა თქვენ, ქალბატონო. ჩვენ ახლა რეკლამაზე უნდა გავიდეთ, რეკლამის